გერმანია საქართველოს რეკომენდაციით მიმართავს გამოიძიოს დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გადაჭარბებული გამოყენების შესახებ ცნობები და გააუქმოს ან შეცვალოს რიგ კანონებში, მათ შორის გრანტების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები. ამის შესახებ საქართველოში გერმანიის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. გერმანიის საელჩო საქართველოში აცხადებს, რომ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო ახორციელებს შემოწმების პროცედურას, რომელიც პერიოდულად ყველა წევრმა სახელმწიფომ უნდა გაიაროს. მათი ცნობით საქართველოს შემოწმება ახლახან განხორციელდა და გერმანიამ განცხადება გააკეთა საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის სწრაფად გაუარესებასთან დაკავშირებით. განცხადების თანახმად საქართველო არღვევს მის საერთაშორისო ვალდებულებებს და სულ უფრო მეტად ჩორდება ევროპულ მისწრაფებას. საელჩოს ასევე მოჰყავს 26 იანვარს ჟენევაში გაკეთებული განცხადებიდან ციტატა, სადაც გერმანია ძალიან შეშფოთებულია საქართველოში ადამიანის უფლებების სწრაფად გაუარესებული მდგომარეობის გამო, შეკრების, გაერთიანების, გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლების სერიოზული შეზღუდვების ჩათვლით, მათ შორის რეპრესიული კანონმდებლობისა და ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის წარმოების ბოროტად გამოყენების გზით. გერმანია რეკომენდაციებს უწევს საქართველოს გამოიძიოს დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გადაჭარბებული გამოყენების შესახებ ცნობები, მათ შორის პოლიციის მიერ წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტები და უზრუნველყოს მსხვერპლთათვის მართლმსაჯულებაზე, კომპენსაციასა და რეაბილიტაციაზე წვდომა. მოხსნა სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობისთვის დაბრკოლებები, მათ შორის გააუქმოს ან შეცვალოს ეგრეთ წოდებული უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი, უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონი და გრანტების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები. გადახედოს შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში შეტანილ ცვლილებებს, რომლებიც ამჟამად ზღუდავს შეკრების თავისუფლებას, რათა ისინი შესაბამისობაში მოიყვანოს საერთაშორისო სამართალთან, ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან და ევროკავშირის გაფართოების 2025 წლის ანგარიშთან. გააუქმოს ან ძირეულად შეცვალოს მაუწყებლობის შესახებ კანონსა და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები.